მე ვთხოვდი მშობლებს, რომ გაეცნონ ისინი, რასაც ეცნობიან მათი შვილები. გულწრფელად, როდესაც ბავშვები აზიარებენ კონკრეტულ ასაკში რა სერიალებს ან რა თამაშებს ეცნობიან, მე თვითონ სახლში მივდივარ და ამას ვუყურებ, იმიტომ რომ მათი ენა ჩემთვის გასაგები იყოს, მათი ინტერესი ჩემთვის გასაგები იყოს. მე თვითონაც როგორც მშობელი, როდესაც რაღაცა გაუცხოება ვიგრძენია, თქვათ ამრიდებლური დამოკიდებულება, მივხვდი რომ ის ფილმები, ის სერიალები, რომელიც თქვათ ჩემი შვილისთვის აქტუალური იყო, მეც მენახა, იმიტომ რომ ძალიან მარტივია რაღაცაზე ისაუბრო და ამავე დროს შეიცნო შენი შვილის დამოკიდებულებები. ხო, ესე პირდაპირ კითხვა, ვთქვათ, აი რას ფიქრობ მეგობრობაზე, ერთგულებაზე, სიყვარულზე, შეიძლება არ იყოს ამის მზაობა, ხო, ჩემი შვილის მხრიდან და თუ კი ვისაუბრებთ რაღაცა სერიალზე, სადაც არის ზუსტად ეს ღირებულებები, იქ ძალიან კარგად გამოგვივა მსჯელობა. ამიტომ პუბერტატის ასაკი არ ნიშნავს, რომ წყვეტთ ჩვენ შულთან ურთიერთობას, პირიქით ვეძებთ ახალ გზებს იმისთვის, რომ რაღაცნაირად საერთო ინტერესები მოვძებნოთ, საერთო გადაკვეთის წერტილები გქონდეს. გასაგებია, რომ ჩვენ შორის დისტანცია იზრდება, მაგრამ ეს ჩვენს ხელშია, მაინც მგონია, ბოლომდე შეწყდება ჩვენი ურთიერთობა და დარჩება გადაკვეთის ხაზები. ბევრი მოზარდი მიყვება, რომ ის და დედა ერთად ვარჯიშობენ, ის და დედა რაღაცა ერთად სეირნობენ, რაღაცას ერთად უყურებენ, რაც ძალიან ჯანსაღია. ეს არ ნიშნავს, რომ მას არ ვაძლევ უფლებას, რომ თავისი სივრცე სამეგობრო ინტერესები ქონდეს, მაგრამ ამავე დროს ვეუბნები, რომ ძალიან დიდი გეფი არ არის ჩვენ შორის. მე მზად ვარ იმისთვის, რომ გავიქო შენ რასაც ხედავ და უყურებ და აღიქვავ და როდესაც მისი ინტერესებით ვინტერესდები, აი ამ ხიდს არ ესე ვთქვათ ვტეხავ, ხო, ჩვენ შორის ხიდი ყოველთვის არსებობს, შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია ამ თემაზე დამიკონტაქტო. მეგობრობა იქნება, სიყვარული იქნება, ღალატი იქნება თუ იმედგაცრუება იქნება.